თქვენი დროისთვის რა არის თქვენი შეფასება გამარჯობა იმ რიტორიკის საფუძველზე, რომელიც გვესმის ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და პირველ რიგში თუ შეგიძლიათ აი მაყურებელს რომ აუხსნათ თქვენი ცოდნის საფუძველზე, რატომ მოხდა ევროკავშირის დღის წესრიგში აი ამ ახალი კომპონენტების შემოტანა, ხო, კონკრეტულად იმ ნომერ მე-4 კომპონენტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ადამიანის უფლებების გაუარესების საკითხზე მიუთითებს და ამას ასახელებს uvizო მიმოსვლის გადახედვის მექანიზმად, ხომ? აი რა არის ამის საფუძველი და როგორ შეიძლება ეს დაუკავშირდეს საქართველოს საკითხს? დიახ, მოგესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული რაღაც ისინი არგუმენტები მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და აბსოლუტურად გულუბრყვილო რაღაც, ესე ვთქვათ, მცდელობა სიტუაციის სხვანაირად შებრუნებისა. ერთ რაღაცა შეიძლება დავეთანხმო, რომ მარტო საქართველოზე არ არის საუბარი, როდესაც ევროკავშირის რეგულაციას ეხება საქმე და მის რეფორმას ეხება, კონკრეტულად ადამიანის უფლებების კომპონენტის შემოტანა აი uvizო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმის შესახებ რეგულაციაში, ეს დამატება რეგულაციაზე არის გამოწვეული იმით, რომ საყოველთაოდ მსოფლიოში ავტორიტარიზმი მატულობს და ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ადრე ითვლებოდა რაღაც უსაფრთხო ქვეყნებად, რომ შედარებით რბილ შეიძლება არ იყო დემოკრატიული მანდამაის სახელმწიფოები, მაგრამ შედარებით რბილი, ვთქვათ, ავტორიტარიზმი იყო, სულ უფრო მეტად ხისტი ხდება, მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები და პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირის ეს რბილი მექანიზმი uvizო მიმოსვლის, რომელიც 71 ქვეყანაზე ვრცელდება, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნების მთელ მსოფლიოში, ესე იგი გამოიყენება ამ რეჟიმების მიერ თავისი პოზიციების გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი საერთოდ შემუშავებულია იმისთვის, რომ ევროკავშირის მიმართ გაძარდოს გრავიტაცია და რბილი ძალა ევროკავშირის გამოყენებული იქნას იმ ქვეყნებში დადებითი გავლენებისთვის, პოზიტიური, ანუ რეფორმების მხარდაჭერა, დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერა, გამოდის, რომ ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ უკვე საპირისპიროდ ამას თავისი პოზიციების გასამაგრებლად, რაც ხდება ასევე საქართველოში. და ასეთ ვითარებაში საჭირო ხდება, რომ ევროკავშირმა საკუთარი ფასეულობები კიდევ უფრო გამკაცრებული ინსტრუმენტების მეშვეობით დაიცვას, ხო? აუცილებლად. დიახ, ხაზი უნდა გაუსვას, რომ აი ეს რბილი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანას პრივილეგია მიანიჭოს და მათ მოსახლეობას რაღაცა დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინოს, იქვე უნდა კარგად გაიგოს იგივე მოსახლეობამ, რომ ევროკავშირი არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის მიმართ. და საქართველოს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საქართველოს ერთ-ერთი ტრიგერია ამ პროცესის. მართალია, ხა მარტო საქართველოს არ არის, თქვათ, ვენესუელა, იგივე და ზოგიერთი ლათინური ამერიკის ქვეყანა, რომელიც ასევე სარგებლობს uvizო მიმოსვლით, არ გამოირჩევა დემოკრატიულობით და იქაც ვითარდება ავტორიტარიზმი საკმაოდ ძლიერ. ნუ ვენესუელა რო ავიღოთ მაგალითად, ხო? მაგრამ საქართველოს ამ შემთხვევაში ბევრად აწუხებს ახლა ევროკავშირს, რომელიც კანდიდატი სახელმწიფოა და სადაც ხელისუფლება სარგებლობს და აქამდე PR-ის სახით იყენებდა, ამბობდა, რომ ნუ ხო ხედავთ ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს uvizო მიმოსვლა, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ, ჩვენ მივიღეთ და ესე იგი რეკლამას უკეთებდა საკუთარ თავს. ამითი ეხლა რა თქმა უნდა ამის ესეთ დანახვა, ახლიდებურად დანახვა აი ამ ინსტრუმენტის ზემოქმედების მთლიანად მოხდა ევროკავშირში და მათ გადაწყვიტეს, რომ პირდაპირ შემოიტანონ ეს კომპონენტი. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეგულაცია ძალაში შევა წლის ბოლოს, მაგრამ მანამდე ევროკავშირს შეუძლია არა პირდაპირ გამოიყენოს იგივე მიზეზი, იგივე ადამიანის უფლებების დარღვევა. იმიტომ რომ იმ რეგულაციაში არის ისეთი მუხლები, რომელიც შეიძლება დაირღვეს არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად, ყოველ შემთხვევაში, აი სწორედ ამ სიტუაციის გამო, რომელიც საქართველოში ეს მყარდება და ამიტომ ჩვენ დაზღვეული არ ვართ ეხლავე მყისიერად, რომ გაგვიუქმონ
უпростоა შეგვიჩერო რომ ვიზო გასაგებია ბატონო კახა თქვენ ამბობთ რომ არ ვართ დაზღვეული იმის გარომ გაგვიუქმონ უვიზო მიმოსვლა აი როგორ ფიქრობ კი ბატონო აი რიცით μα შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ საკითხს ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნების მიმართ გარდაულად ეს გაზრდის საზოგადოების ბრას ხომ თუ მისი ხელისუფლების პირობებში უვიზო მიმოსვლა შეჩერდება მაგრამ რეალურად ჩვენ რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და ეს განცხადებებიც რაზე მიუთითებს რომ ამ ყველაფრის გამოყენება მოხდება კიდევ უფრო მეტად აი ანტიევროპული პროპაგანდისთვის ასე ჩანს ხომ? აი ამ შედეგზე ნაბიჯები არის რეაქტიული. ეს ნაბიჯები არის რეაქტიული. ახლა იმაზე მეტი ანტიევროპული პროპაგანდა, რომელიც თქვათ უკვე გამოყენებულია, ცოტა რთულია რომ კიდე სხვა რაღაცები დააბრუნონ ევროპას, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი შებრუნდება, რა თქმა უნდა, ისევ საწინააღმდეგოდ, რომ ესე ვთქვათ, ეს არის აგრესიული თავდაცვის რაღაც ფორმები, რომელსაც გამოიყენებენ. ეხლა რა შეასაქმე, რატო გააკეთებენ? აი რაღაც საქართველოს გადარჩენასთან ტოლობის ნიშანი და ასე შემდეგ. ხო, ეს ჯერ კიდევ წინ არის როგორ ჩანს. გამოჩნდა აშკარად უკვე თუ მათ აქამდე არ ქონდათ, ვთქვათ, იმის ვერ ხედავდნენ იმის რისკს, რომ ევროკავშირი შეაჩერებდა უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან, იმიტომ კარგად იცოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლომდე მაინც ფიქრობს მოსახლეობის საქართველოში ცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხებზე, ინტერესებზე ამ მოსახლეობის და არ უნდა რომ გამოვიდეს ამის ესე ვთქვათ რაღაც მიზეზად, ვთქვათ, მოსახლეობისთვის დისკომფორტის შესაქმნელად. მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის, ეხლა უკვე დაინახა, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ, რომ ევროკავშირში უკვე მწიფდება აზრი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის იმის გარდა, რომ აი ესეთი რაღაცა მტკივნეული ზომა გამოიყენონ, რომ ამ არსებული ხელისუფლების პოლიტიკაში ხალხი დაფიქრდეს, რომ არ არის სწორი პოლიტიკა ეს და ევროკავშირი ამ პოლიტიკას არ ამართლებს. და ამის წინააღმდეგ ხდება ახლა პრევენციული, ესე ვთქვათ, რაღაც მესიჯების შემუშავება, პრევენციული რაღაც სიტუაციის შერბილება, სიტუაციის მომზადება, რომ დარტყმა არ იყოს ძალიან მტკივნეული, როცა ეს გაიჟღერებს. ოცნება ეხლავე ცდილობს, რომ ხალხი შეაჩვევს იმ აზრს, რომ ამაში არაფერი არ არის, რომ მათი ბრალი აქ არაფერი არ არის, რომ ეს ევროკავშირი დამდაშავეა, რომ ის უბრალოდ აიძულებს ხელისუფლებას რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხალხის ინტერესებში საქართველოში არ შედის და მარიონეტად გადაქცევას და ასე შემდეგ, რაც აბსურდია, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ ესეთი განცხადებებით ისინი ცდილობენ ნიადაგის შემზადებას იმ მომენტისთვის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში მიიღება. იზოლაციის საფრთხეზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ ეთერში. აი ეს საკითხი უკვე და აქამდე პრინციპში, რადგან ცოტა რთულად მიღწევადი იყო ეს საკითხი, ხო, მაინც რაღაც გარკვეულწილად სპეკულაციის საშუალებას ტოვებდა, ხო, ყველა მხრიდან. მაგრამ ეხლა როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ აი 4 კომპონენტის შემოტანა ხდება და ერთ-ერთი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება და ოცნებას უკვე მიღებული აქვს გაფრთხილება დიპლომატიური პასპორტების ნაწილში ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის წინ აი რეალურად რა გამოდის აი ჩვენს წინა ეთერში ერთ-ერთი სტუმარი ამბობდა რომ რეალურად ამ სიკეთეს ხო აი არ მიყვარს ხოლმე ამის თქვა მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქე კარგავს ხომ იმიტომ რომ სანქციების დაწესებით გარკვეულმა წარმომადგენლებმა ხელისუფლების რომლებიც ასე რომ ვთქვათ დაასანქცირეს აი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო ეს სიკეთე დაკარგეს. ეხლა საქმე უკვე მიდის ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ მოქალაქემდე, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით სარგებლობდა და იღებდა ამ პროცესიდან სარგებელს. აი ამის გაუფერულება რამდენად შესაძლებელია და სად უნდა მოხდეს აი სწორი რეაგირება. რაზე არის დამოკიდებული სწორი მუშაობა ამ პროცესში და რა უნდა გაკეთდეს, როგორ ფიქრობთ, ყველა შესაბამისი სეგმენტის მხრიდან? პირველ რიგში მე აღნიშნავ იმას, რომ მოსახლეობისთვის არ იქნება ისეთი მტკივნეული დარტყმა, როგორც თქვათ ამ ეტაპზე ჩვენ გონია, რადგან საქართველოს დაუბრუნდება ვიზა ფასილიტაციის დონეს. ვიზა ფასილიტაცია გულისხმობდა სავიზო რეჟიმს, რა თქმა უნდა, მაგრამ შერბილებულს, მაქსიმალურად გამარტივებულს. ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ვიზა ევროკავშირის წასასვლელად, მაგრამ ის ვიზას მიიღებს მარტივად.
განსაკუთრებით ისინი ვინც არიან თქვა სამკურნალოდ მიდიან ან რაღაცა განსაკუთრებული მიზეზების გამო მიდიან ან ნათესავების სანახავად მიდიან ისინი ალბათ ვიზას მიიღებენ ერთ დღეში და ალბათ უფასოდ მაგრამ დანარჩენები ან უფასოდ ან ძალიან დაბალი გადასახადით და შეიძლება დაჭირდეს ვიზას მაქსიმუმ 1 კვირა. იმიტომ რომ ეს ფასილიტაციის რეჟიმია. ალბათ უფრო 2-3 დღე პრინციპში თუ არანაირი დარღვევა ვთქვათ არ აქვს ადამიანს მანამდე ჩადენილი ევროკავშირის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. სამაგიეროდ ეს ევროკავშირის მხარეც აძლევს იმ შესაძლებლობას რომ მასობრივად იმ ხალხზე არ გაწეს ვიზები რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში, დემოკრატიის უკუსვას უწყობენ ხელს, მაგალითად იგივე სხვადასხვა პროპაგანდისტები, რომლებიც ავრცელებენ ევროკავშირის შესახებ ტყუილებს, ჭორებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს, რომლებსაც ქვეყანა მიყავთ რუსეთისკენ, რომლებიც ძალას იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ რომლებიც უზღუდავენ მათ სიტყვის თავისუფლებას ან აყალბებენ არჩევნებს თუ ბნევათ პირდაპირ მონაწილეობენ. აი ევროკავშირის სავიზო რეჟიმის შემთხვევაში ექნება საშუალება რომ პირდაპირ შეზღუდოს ამ ადამიანების შესვლა, არ გასცეს უბრალოდ ვიზები ამ ადამიანებზე და ამ ხრივ მათ აღარ დაჭირდებათ რაღაც განსაკუთრებული სანქციების გამოცხადება, როგორც ახლა ხდება, ხო? უბრალოდ ექნებათ რაღაც პირების სია, რომლებსაც ისინი არ გაცემენ ვიზებს და ეს მათი პრეროგატივაა და მათი ესე ვთქვათ სრული უფლება არის, რომ გასცენ ვიზა იმ მოქალაქეზე ვიზედაც უნდა და ვიზაც არ უნდა არ გასცენ. აი ამ თვალსაზრისით ეს შეიძლება ითქვას რომ არის მათთვის უბრალოდ აი ამ სანქციური პოლიტიკის გაგრძელება და რა თქმა უნდა მეორე ეფექტი აქ არის პოლიტიკური ეფექტი ოცნება დაკარგავს იმ შესაძლებლობას რაც აქამდე ქონდა სუტრაბახობდა იმიტომ რომ ჩვენ მოვიპოვეთ ასოცირების შეთანხმება ჩვენ მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, იმიტომ რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, აი თქვენ ერთ-ერთ კომენტარში ეს მომისმინე კიდევაც, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთო და არავის ისე უბრალოდ ჩვენთვის არ მოუწიაო. როგორ არ მოუწია, ეს უბრალოდ მოუწია, კი არ დაიმსახურეთ, უბრალოდ ის პირობების შეასრულე, რომელიც გარეშეც არ იძლევიან ამ რეჟიმს. თორე ეს ევროკავშირის კეთილინება იყო, რომ ჩვენ საქართველოს მისცა უვიზო მიმოსვლის საშუალება, იმიტომ რომ არანაირი მოგება ამისგან ევროკავშირს არ აქვს. მოგება აქვს საქართველოს მოქალაქეებს ამისგან, ხო? ევროკავშირს ისედაც ჰქონდა თავისთავად უვიზო მიმოსვლა თუ აქ ნაცვალგებაზეა საუბარი. ისედაც ჰქონდა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ინტერესებში იყო რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, მეტი ტურისტი ხო, ამ მიმართულებაზე ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ ამავე ეთერში პრინციპში, ანუ ეს საერთოდ ცალკე საკითხია ხო ეკონომიკურ სარგებელზე როდესაც არის ლაპარაკი და იგივე რა სიგნალი არის ეს ინვესტორებისთვის ხო? ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე სურათი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რეალურად ყველა როგორც ჩვენს ეთერში არაერთ კვალიფიციურ ადამიანს უსაუბრია და ალბათ მაყურებელმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება, რომ ყველა უყურებს იმას, ქვეყანა რამდენად დაახლოებული არის ევროპულ კანონმდებლობასთან, რამდენად როგორია სასამართლო ქვეყანაში, როგორ ხდება ამ ვალდებულებების შესრულება და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ამ პროცესში, როდესაც მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ მათთვის პრიორიტეტი არის ინვესტიციების მოზიდვა და ასეც უნდა იყოს პრინციპში, ხო, ნორმალურ ვითარებაში. ბატონო კახა, მადლობა ძალიან დიდი. დაგემშვიდობებით. მადლობთ თქვენთანსე და კარგად გრძანდებოდეთ.